მე ვიტყოდი რომ ეს არა ცოტა იმასაგავს კაპიშენს. ესე ხორცი არ მოუტანიათ არა? ხორცი არ მოუტანიათ. ერთი ხორცი. თევზის კონსერვი ერთი წამსული. Onu çöndürdüm. Hiç çöndüremiyorsun. Hayır, senin dar geliyor. Bir saniye. Gamzılı. Seni çalıştırıyordu, böyle შემოწებილ და მე შემოყარა. Вот нормально сами знали, Оно не практично, да. Его надо открыть, аж зимой, когда пальцами. Зимой еще замерз. Уже не делают, ни в рот, ни... Специалистам надо поработать. По крайней мере, хороший Миллион ураз. სახეობაში გაიმარჯვა, ერთი არის დათქმული და მეორე არის ესე იგი ამას ყველაფერს იქით გაჩვენებთ, აი ტრიკოტაჟის სახით რაც არის, ყველაფერს მოგახსენებთ იქით. თავისი ქუდი და ღირებულები მოყვება. თვილი რა, მაგრამ თუ საჭირო იქნება, ესეც უფრო ესე დათქმული გაკეთდება. ეს არის ეს არის ოფიციალური ჯარის კონსულტანტი. В целом хороший, но кое-что надо видеть. Это начало их. Это же Конечно. Вот обходилось там завозить. Она будет совсем... Подольше сделаем, там Вот это туда. Запасной. Материал. Сейчас они проходят испытания в войсках. А у нас кирзу нельзя производить? Нет, нет. Я манекенების სახელმწიფო ინფორმაში მაგრამ ნაბიჯით ჩვენ ვიდეოდა ასაკავსო თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის საქართველოში დამკვიდრდეს ის პრინციპი რომელსაც განხილულად იცავს ალბათ პრაქტიკულად ყველა საქართველოში გენერალი და генеральские эти Немножко задержал. Здравствуйте. Наши депутаты. Пальто чему ответить? Парламент
Я думаю, что ваш визит очень старых друзей. Так получается, что каждая встреча на встрече между старыми друзьями. Мы проделали, безусловно, огромный путь. И могут и должны сотрудничать два соседних государства друг с другом. Похвастаться настолько хорошо развитым Азербайджан. Безусловно, огромное достижение сегодня практически всех сфер. Я знаю, что практически аналогичная ситуация с самого начала. Взаимоотношения Это его свидетельство его, да, чтобы это самое, да? Еще раз большое спасибо. Έτσι, να τώρα Βέλς. Φανά, δεν καλά. Parlamentis წევრებო, ქალბატონო დამდეგი 1998 წელი ისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა, ოჯახში დამოუკიდებლობისა და გამარჯვების მომტანი წელი. ქალბატონო მოგზაურობთ რა, მოგზაურობთ. ასე კოლეგები ამუნა თამუნა არა, ეს იმაზე, მივეცით ეს თეატრალურ დროსთან დაკავშირებით. ხო, ეს თამუნა. მოგესალმებადათვის ჩემი ნაბასული და საპარლამენტო ხელისუფლების თავმჯდომარის ბოტოზულა ჟვანიას უშუალო ინიციატივით დაიწყო დიდი ეროვნული საქმის მოგვარება, რასაც ქვია საქართველოს 96 წელს პარლამენტის ახალი ბოლო პარლამენტის არსებობის პირველ ვახდიმას საპარლამენტო დელეგაციაში და ქართული პოლიტიკური იმიგრაციის წარმომადგენლებთან ბევრი შეხვედრის დროს ოფიციალურ კურსებში პრესონალურჩენი ეროვნული არქივი 40 წელი გაყოფილი იყო უბრალოდ ერთი პარიზში მოხდება 96 წლის 18 დეკემბერს პარლამენტში ხო მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტში აი ამ დიდმა ისტორიულმა ფაქტმა თუ აქტმა პარლამენტის თავმჯდომარისა და აპარატის ხელმძღვანელობით მოეწყო საზეიმო დარბაზობა, რაც ხაზი პარლამენტის თავმჯდომარე და ყველა საქართველო თქვენი ხელმძღვანელი აკმოძანების მიზეზზე გესაუბრებთ პირველ რიგში ამ ფაქტს გამოიხმაურა საქართველოს ეროვნული მთავრობის წევრი საქართველოს ეროვნული
თეიმურაზი, კალბატონი დარეჯანუხი, უელსი პორტუგალიზდება. ორმა კაცმა საქართველოს ეროვნულ მთავრობაში პარლამენტიდან ალექსანდრე არქეოლოგის პროფესორ გიორგი ლომთათიძის მამა ალექსანდრე ლომთათიძე რომელიც პანიძემ უარი თქვეს ემიგრაციაში წასვლას. მათ ხელისუფლებისათვის უძრავდა. გრიგოლ ლომთათიძე საქართველოს ეროვნულ მთავრობის თხოვნით და დავალებით გახდა ქუთაისის ეროვნული მთავრობიდან. მოხსენება 1951 წლის 17-ს სამივე ქართველი იყო და სამივე სხვადასხვა ხელისუფლების და მთავრობის წარმომადგენელი. მოაშვილი ბრძანდებოდა შეგისის წარმომადგენელი, ფაქტორული ხელისუფლების წარმომადგენელი, ხოლო მესამე დამხობილი და ემიგრაციაში წასული ეროვნული სამოქალაქო ომის გაღრმავებისა და მისი საშიში ტენდენციების ხასიათი ჩვენი ისტორიკოსებმა დაახმებიან, რომ სამწუხაროდ წლების მანძილზე და დღემდე ქუთაისის საზავო ხელშეკრულება ჩრდილში მინდა რომ ეს უნდა ყოფილიყო მაგალითი საქართველოში შემდეგ გაჩაღებული არაერთი სამოქალაქო ომისგან ეროვნულმა მთავრობამ მაგალითიც მისცა თავის დროს ქუთაისის საზავო ხელშეკრულების ხელმოწერი. ის და ალექსანდრე ლომთათიძე საკუთარ ხელისუფლება რა თქმა უნდა დასაჯა, არ დაუხრეთიათ, მაგრამ დახვეთაზე ვარესი უაიძი უფრო მეტხანს იცოცხლა წამებაში და მოგვიანებით ისიც ამ რეპრესიების მსხვერპლი გახდა. მას დარჩა ბატონმა თეიმურაზმა თავისი დაძმის თანხმობით განაცხადა დღეს მოგზაურდა პარლამენტში ჩვენთან და საქმეშივე ეს თვალსი არის იმისა, რომ ჩვენ საზოგადოებას ჩვენ წერს დაუბრუნდა თავისი ისტორიული მეხსიერება. იმყოფებოდა ქართულ მიწაზე, ჩვენი სამშობლოს ფარგლებში და ჩვენ მოუგლებულნი ვიყავით განსაკუთრებულ განცდას, როდესაც სერიოზული წვლილი შეეტანა ამ საქმეში, ცხადია უდიდესი მნიშვნელობა ხდა ამ საქმეში ძალზე გაძაფული ბატონ გურამ შარაძე, მეათითეული პიროვნების გულისაგან, გონებისაგან, ისეთ დამოკიდებული იყო საბოლოოდ ამ გადაწყვეტილების მიღება და გაწმუნდელოვნად გამოიგურებოდა თავიდან და მეც ხშირად ეჭვი შემოწმება. ბატონმა გურამმა გადალახა მართლაც ყველა ეს მატებოდა ჩვენს წინაშე და მოახერხა, რომ საქმე დაგვირგვინებულიყო საბოლოო, რომ დღეს განსაკუთრებული მოვლენა არის ნამდვილად. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის პირველ ყოვლისა ის, რომ ყოვლისა პირველი რესპუბლიკის არქივს და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათი საოჯახო არქივი გრიგოლ ლომთათიძის ხაზრისით ეს პირველი ნაბიჯი არის, როდესაც კერძო ოჯახის საკუთრებაში ყოფილი საარქივო მასალა გადმოიცემულად ამას მოყვება სხვა ნაბიჯებიც და ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ ბევრად უფრო სრულფასოვანი მეორე მე ძალიან მოხამული ვარ, რომ ჩვენ საშუალება გვაქვს ამ საბაბის გამო მივესალმოთ მათ შესაძლებელი ჩვენ შევაბიჯებთ ორიოდე დღეში 98 წელიწადი ეს გახლავთ პირველი ქართული რესპუბლიკის საიუბილეო წელი ჩვენს რაც მეცხრე ცნობით ჩვენ მათ ნაშრომებს აი იგივე организме всегда что-то бывает. Но в главном основном есть. Вот для меня очень приятно, что Влад сделал свой друг. Совета Федерации. Поехали. Что? Одновременно. Чего?
Сюда, пожалуйста. Я хочу еще раз подчеркнуть, что ваш визит, ответный визит, со столь представительными поскольку наших двусторонних отношений. Я должен сказать с самого начала, я хочу подчеркнуть, что нам особенно приятно приветствовать вас двух, что вы смогли привлечь в состав делегации руководителей наиболее длительной страной. Это позволит, я надеюсь, нам обсуждать не только высокие гостеприимство, которое вы оказали нам, и многие наслоения, которые действительно сегодня имеют раздвинуть. Мы специально учили в составе и наук. Кроме этого, указа всех регионов России, аппарат федерации, консультанты, посол России позволяет нам председателю парламента Грузии Константину Жванию Зураву Виссарионовичу за то, что они нашли возможность встретиться с вами и ответить на ваши вопросы. Павел Васильевич, член Комитета Совета Федерации по международным член Комитета Совета Федерации по вопросам безопасности, обороны и президент Республики Ингушетия Алшев Руслан Антонович. В составе делегации также работают Пивоваров Николай Дмитриевич, который является президентом Ассоциации экономического взаимодействия Северного Кавказа, и Кротов Михаил Ильич, генеральный секретарь Межпарламентской ассамблеи стран Содружества. Спасибо. Прежде чем участникам самых вопросов, я хочу отметить с большим удовлетворением, что кровавая бойня не нужна вам, тем более нам она не нужна. Мы приехали, с сожалением, узнав, что 56 наших ребят, солдат погибло на границе, как миротворцев. Матери русские не хотят. Поэтому укрепление торгово-экономических связей, мы считаем, это первая ласточка, которая поможет разрешить все вопросы. Я хочу, чтобы в вашем доме он напоминал вам о визите грузинской. Ваше свидетельство. А налить сюда грузинское вино можно? Даже коньяк. Позвольте нам в порядке символа нашей дружбы подарить вам вот эту символическую тарелочку с описанием Рождества Христова. Тем более, что мы в этот праздник просим вас. Русский
икона, православная икона, близкие вашему духу настроению Господа. Я еще раз сердечно приветствую и благодарю вас за ваш визит в Грузию, в нашу патриархию. И я думаю, что двинет с мертвой точки вот те проблемы, которые существуют. Уважаемые друзья, искренне давайте поблагодарим вас.
კოლეგებო, გვირგვინებო, სტუმრებო, ჩვენ ვისარგებლეთ ამ შემთხვევით, რომ დღეს არის საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა პარლამენტისა და ხალხისადმი, მოგესალმებათ წლევანდელი წელი სხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან ერთად, მნიშვნელოვანი არის კიდევ ერთი თვალსაზრისით, წელს საქართველო აღნიშნავს პირველი ქართული რესპუბლიკის დაარსების 80 წლისთავს და ამასთანავე მნიშვნელოვანი არის, რომ წელს არის პირველი რესპუბლიკის მეთაურის, როგორც ამბობენ პირობითად პირველი პრეზიდენტის, თუმცა ეს პრემიერ-მინისტრი იყო, ნოე ჟორდანიას დაბადებიდან 130 წლის თავი და მისი გარდაცვალებიდან 45 წლის თავი. ჩვენი საზოგადოებისათვის ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი თარიღები. ჩვენ დღევანდელი პარლამენტი და ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი ვთვლით, რომ ჩვენ ვეფუძნებით იმ ტრადიციებს, რასაც როგორც ჩვენი წინამორბედები საფუძველს უფრიდნენ პირველი რესპუბლიკის დამაარსებლები და ბუნებრივი არის ძალიან სახელმწიფო და მათ შორის პარლამენტიც უახლესად მნიშვნელოვნად მიიჩნევს სათანადო პატივი მიაგოს პირველი დემოკრატიის დამფუძნებელთა პატივსა და ხსოვნას. ეს კუთხე არის პირველი რესპუბლიკის მემორიალური კუთხე, ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ გამოფენილი არის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ორიგინალი, რომელიც ჩვენ გადმოგვცა ჩვენი დიასპორის ხელმძღვანელობამ საფრანგეთში. აქ არის გამოფენილი პირველი ქართული კონსტიტუციის როგორც პროექტი, ასევე მისი პირველი გამოცემა 21 წელს და ძალიან ბედნიერნი ვართ, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტი გახსნის ამ კუთხეში ნოე ჟორდანიას მემორიალს ბარელიეფს, რომელიც დამზადებული არის სკულპტორ ზაქარაიას მიერ. არა, ერთად უშოვეთ. ამაზე მთელი კონკურსი ჩატარდა ატვართა პირველი რესპუბლიკის მუზეუმში ქართლის უნიკალური ექსპოზიცია. გილოცავ შესანიშნავია. დიდი მადლობა. გილოცავ შესანიშნავია. ქართული საუბარში ყველაზე საუკეთესო ხანები. Ja, seid ihr. Da seid ihr ja, da schon privat. Ha? Nicht mehr Moment, Sie? ეს ვიცოდი ამას. არც ამ მიგეთყავს, არ ვინახავს, აი მუშაობდი ამ მოხსენებაზე. ჩვენ რო გითხრათ. დაბეჭდეთ ის, რაც მოილები ვილაპარაკი აჭარას. იმას კონკრეტულად ვეჭდავ. მე ვილაპარაკი. ან გურმოთანამ.
რაღაც 4 წლის შემდეგ უნდა მოხდეს. შესანიშნავი გამოკვლევები ძველი ქართული წერილობის საკითხებზე, ვიზავდი აღქმა, კომენტირება, აღალმეცნიერულ დონეზე გამოცემა. შესანიშნავი მაგალითი იმისა, როგორც
ამ რამდენიმე ხნის წინაც არჩილს ულაკაურ ქართული სიტყვის ერთ ლამაზ დაცვალების ჟამი ავისი დიდი ტრაგიკოარი მაინდომ რომ ეს ბოლო სიტყვებია რომელსაც ვეუბნები ბატონ რომას რომანი მიუხედავად იმისა რომ სიძინდის სიგარბა This building was destroyed during the Civil War, burned. Pretty large building. Hello! See! Thank you very much. Wish you all the best. Thank you. Goodbye. It's come again. You're always welcome. მაგრამ მაინც ესენი ჩაძლია ახლა რომ ველაპარაკოთ
აღმოჩნდეს ყველა ალტერნატიულ პარლამენტში. ჩვენ ყველას განხორციელების იდეაზე პირველ კომისიებს თემამდელ დღეს. იმიტომ რომ დღეს პრაქტიკულად საქართველოში თუ რასაც პოლიტიკა როში ვერაფერ ფართოდ დააბრუნოს თავად პარლამენტარიზმის იდეა. პარლამენტარიზმი არ გახდა და საზოგადო დემოკრატია. ნიშნავს, რომ ერთმანეთთან კონკურენცი მშვიდობიანი აერთობა იმგზით, რომ უფრო ენერგიულები იყოს ვიდრე სხვა. ეს არის ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი გომების მუდმივი ძიება და პოვნა. ერთი მთავარი მიზნის მისაღწევად და ამ მთავარ მიზანს ჰქვია საზოგადოების კეთილდღეობა და საბოლოო ჯამში ამის შედეგად საერთო გადაწყვეტილების შედეგად ერთად შეგვიძლია ესწავლოს. ამაში ძალიან დიდი გასაღება არის შეგებული. შეიძლებოდა სხვა სახელის შერჩევაც, მაგრამ გლობებისა და არსებული კანონმდებლობის საკუთრება ქვეყნის დასმის ნიშნის შეიძლება დახვეწა. ამ პარლამენტი ამერიკოს წარმატების სკოლას. ვიდრე მათი შეუძლება სისტემას სათანადო პირობებში მოსწავლეთა სწავლასა და დასვენებასა. როგორც მოგახსენებათ, კომუნისტურ რეჟიმის დროს ისეთი თემა ავა კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატად. დავით კოვზილი და გიორგი მეგრელიშვილი. კურამოს სიტყვი დღეს ვიციქნებით და ერთი თავისი დობით აღჭურვილი პირი ფრაქციის შემოჭრა. აიგეთ? კენჭისყრა იქნება ფარული. ბაშკალ ორგანიზაციის შექმნის უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა მოუხადო საქართველოს პარლამენტს და მის თავმჯდომარეს ზურაბ ჟვანიას ასეთი ახალგაზრდული ორგანოს ჩამოყალიბებისა და შექმნისათვის და მხარდაჭერისათვის. ეს არ იყო უბრალო ნაბიჯი, რადგან დღეს საქართველოს
სამართლებრივ სახელმწიფოს აშენებს და ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობის სწორად აღზრდა. სწორედ ამიტომ შეიქმნა ახალგაზრდული პარლამენტი და ეს პარლამენტი არ ატარებს პოლიტიკურ თუ ეკონომიურ იდეებს, ეს მხოლოდ მომავალი თაობის აღზრდას ითვალისწინებს და მოსავლე ახალგაზრდობის პრობლემების გაგებას ფართოსფეროების მიერ და საზოგადოების მიერ და ითვალისწინებს, რომ მომავალი თაობა იყოს ინტელექტუალური, მაღალ განვითარებული, რომ ახალგაზრდობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაებას, აზროვნება ახალგაზრდებს განუვითარდეთ პოლიტიკური და მოქალაქეობრივი, ასევე რომ ახალგაზრდობა დაეუფლოს დემოკრატიულ საწყისებს და ფასეულობებს და აგრეთვე რაც თავარია მოზარდ ახალგაზრდობამ შეითვისოს დისკუსიისა და დებატების ჯანსაღი ფორმა. რაც შეეხება ჩემი სპიკერად არჩევას, ეს მე მხოლოდ შევეცდები, რადგან ეს პარლამენტი არ ატარებს პოლიტიკურ საფუძვლებს, შევეცდები, რომ ვიყო ობიექტორი, გავუწყე მას ობიექტურად და დავიცვა წესრიგი, აგრეთვე ხელი შევეწყო ჯანსაღი და ობიექტური დებატების წარმართვას. ჩვენ მოხარულები ვართ პროგრამაზე, რომ ხედავთ ეს ჩვენს მოგვდენდით საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის begrüßen Sie recht herzlich hier bei uns in unserem Lande und wir sind zum Treffen und wir haben auch eine parlamentarische Mehrheit. Wir წარმოგიდგენთ თუმრობა ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივია, მაგრამ მასთან დაკავშირებით ეს Jeder Gast aus dem Deutschen Bundestag ist für uns hier willkommen. Doch Sie sind eine ganz besondere Person. საქართველოში იმ პერიოდში, როცა მისი შემოყვანილობით მიმდინარეობს რელევანი ცვლილებები, პოზიტიური ცვლილებები ჩვენ ქვეყანაში. Und es ist natürlich ein sehr enger Freund von unserem Präsidenten Herrn Shevardnadze hier sind, denn Herr Shevardnadze setzt jetzt eigentlich ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიური პროცესები die uns am meisten Sorge bereiten. ეს არის ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი საქმე. Unsere erste Sorge ist, damit die ეს რეფორმები ხელში უწყობს საქართველოს ადგილის დამკვიდრებას თავისუფალ ევროპაში, მსოფლიოს იმ ადგილის მოპოვებას, რომელიც ისე არის ჩვენი ხალხი. Sie hat sich dafür bedankt, dass Sie uns hier im Gebäude des georgischen Parlaments empfangen. Wenn man einen demokratischen Staat besucht, dann gehört zu diesem Besuch auch die Begegnung mit Tradition. Das ist das Herz der Demokratie, das hier schlägt. Guten Tag. Müde ist immer ein und dasselbe zu hören.
Denn wir reden ja eigentlich über Gesellschaft. Zusammen, diese UNO-Gruppe, wo Deutschland auch wahrscheinlich sein entscheidendes Wort zu sagen hat. Mitgliedschaft im Europarat, dann später in der Europäischen Union, die Mitgliedschaft in der Welt, damit ich schnell auch also die ganze Information gesagt habe. Zusammenarbeit im Kohlenbereich, denn Kohle ist eine der Naturinvestitionen. Sind wahrscheinlich auch deswegen, dass wir dieses System nicht Und abschließend möchte ich noch betonen, dass das besondere Bedeutung die Stabilität in der Region ist. Ganz besondere Bedeutung haben die Beziehungen im Nord ist sehr wichtig. Christian Georgi, μπορείτε διαπροσία Ich begrüße Sie auch im Namen meiner Partei, meiner Fraktion, der Volksfraktion. Ჩვენი ფრაქცია და ერთ-ერთი ვართ იმ CDU партиятაგан, ვინც მოსდიანი ვარიანტი გადავიდა. Ja, meine, das nicht immer in der Hand, aber ein bisschen muss man auch dazu tun. Ich bin natürlich daran interessiert. დაკრძალული იყვნენ ჩვენი იუნკრების სხვა მამული შვილები, ვინც 21 წელს იცავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას ზიარაღის ხელში წითელი არმიისაგან, რომ აუცილებლად სამხედრო სომბორო, სამხედრო ტაძარი არის ფუნდამენტში რამდენიმე სცენა სამხედრო საფრთხის და ის უნდა რომ აღდგეს სამლოცველო. ეს მემორიალური საფრთხეობა ესე ვთქვათ, ამ დაუნდობებს ამ ადგილს თავდაპირველი პროექტი ყვავიდან დიდი სიამოვნებით. მე ვიცნობდი ერთ იუნკერს, რომელიც ცხოვრობდა პარიზში, ქუთაისში. ხალხგანცემულ ბრძოლას აბახმელაზე და აღნიშნავდა, რომ ეს ჩვენ გელახსენებთ და ჩვენ ეს ვალდებულებს ანწუთას ის ხალხი მოვიგონოთ, რომლებიც მოვიდებლობასა და თავისუფლებას ერთად ჩამოყალიბებენ.
Manje mancano condizioni. Questo è. Che guarda sta sapendo da me. Oh, condizioni volga atsele. Ekmanetsam შეუშვით და აი გადაცეთ ქვევიდოდი გამოვარდი აი ხომზე ძვლების ჩალაგება ისე რომ დადგეს გამოიწვია ხო დია და ეს არის დაკარგვამდე 1 წლით ადრე 1857 წლის 19 ივნისს სამხედრო ქირურგ ვოინოს და ივანე მაჩაბლის პირადი ექიმის გეგე მაღალაშვილის თანდასწრებით გაკეთებული ოპერაციის დროს ამოღებული ნეკნის 3 ძვალი, რომელიც ინახებოდა ოჯახში. ქალბატონი მარინა ჩერქეზიშვილი გახლავთ ივანე მაჩაბლის მემკვიდრე შთამომავალი. ბატონი დათო მობზანდით რა. მეორე შვილთაშვილი და კიდევ მათი გაგრძელებები აქ ბზანდებიან და დღეს ეს სანაწილე ჩასვენებულ ყუთში შესვენდება თაწმინდის კლდეში იაკობ გოგებაშვილის გვერდით. მოგეხსენებათ იაკობი და ივანე მაჩაბელი დიდი მეგობრები და თანამებრძოლები იყვნენ. ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან, დიმიტრი ყიფიანთან, ასევე ილიას ხელდასხმე და ილიასთან ერთად წლების ველმა გადაარჩინეს საქართველოს მიწაწყალი გაყიდვისაგან. შექმნილია საიუბილეო კომიტეტი პრეზიდენტის ბატონ ედუარდ შევარდნაძის თავმჯდომარეობით. მოადგილე გახლავთ საქართველოს მწერალთა კავშირი. 26 მაისს 100 წლის თავზე ზუსტად მიმეორებული დაგუკვამდე რამდენიმე ხნით ადრე ოპერაციით ამოხსნა. სახლ-მუზეუმი ხოლო პრეზიდენტის განკარგულებით თამარაშენში აღდგება ბარბაროსთა მიერ ამ ცოტა ხნის წინ აფეთქებული ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმი. ყოველი ამის შესახებ ჩვენ დღეს გვექნება მისი უწმინდესობა და უნიტარესობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. გახსენით დაკარგვამდე რამდენიმე თვით ადრე სამხედრო ქირურგ ვოინოს და მისი პირადი ექიმის გეგე მაღალაშვილის მიერ
ამოღებული ნეკნის ძვლები, რომელიც ინახებოდა ოჯახში, ჩვენ ის გადმოასვენეთ იმ ერთმანეთში. ბატონო გურა გამომძალეთ შული ძალი და შულთა შულები თეულავს ბეთი ჩვენი ყოვლადო აცლამავების და უგუნითი სამდე
ხანო დალოცოს და სოლუსული მონისტრისა ივანე მაჩაბლის საქართველოს პრეზიდენტი ივანე მაჩაბლი ჩვენ აქ ამოვედით რათა კედი მოვიხაროთ ჩვენი დიდი თანამემამულის დიდი მოღვაწის წერლის გენიალური თარგმნელის წინვალე პუბლიცისტის ადამიანის რომელიც საქართველოს ეკონომიკის მისი საბანკო სისტემის მაგრამ ჩვენი სინდისი საქართველოს დიდი ადამიანების წინაშე მაინც სუფთაა. სუფთაა იმიტომ რომ ჩვენ ვაშენებთ იმ ძეგლს რომელიც მათი ნაოცნებარი მათი ნაფიქრი იყო და გარკვეული აზრით მათი ნაღმათით ძეგლს მათ შორის ჩვენი დიდი მოღვაწეებისაც თათმინდა გულში იხუტებს საშვილიშვილო სამარეს. აფექს სურს გაუძღოთ რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მშობლიურ სოფელ თამარაშენში აღდგება უკეთურთა მიერ ბარბაროსულად აფეთქებული ივანე მაჩაბლის ისტორიული სახლი. I'd like to welcome with pleasure the delegation of relations with the French Caucasian Republics. Choosing with the delegation is a fact of pleasure for us, and we are extremely happy that the delegation so I must say that with pleasure I'd like to introduce my colleagues. Bătui Hamas Gamprelițe, ca toată de europarlamentari. Mr. Zadakadilaki, main coordinator of all. Mr. Zurab, I believe represents the same party. Mr. Guram Chakwadze represents People's Party.
დელეგაციისა, არამედ თანამდებობის პარლამენტში. I'd like to ensure that our cooperation will be რეგიონი, რომელშიც საქართველოს მდებარეობს, წარმოადგენს ერთ-ერთ საუბარზე გადავიდოდეთ. მე მინდა გაგასმოთ ჩვენი დელეგაციის და ბატონი დათო აბაშიძე მინდა წარმოგიდგენო. David Abashidze. ჩვენი შეფასებული პროცედურა Each future meeting will be something like a continuation. I think we can use this time, this 1 hour we have, in order to prepare the condition fruitful and efficient. We come from Azerbaijan and Armenia, and I think it can be useful. Այս մեթոդը ոնց է შეიძლება იყოს Chairman of the Parliament, Mr. Schengel, leader of the Parliament majority, and the Vice Chairman of the President, to welcome here from Georgian Parliament and the development of the language is so important for us also. Allow me first of all to welcome you here in visit to Georgia. Once again, I would like first of all to present Mr. She is the leader of political majority now of the Georgian Parliament. He also very well known Georgian filmmaker. Adjara's autonomous republic under our constitution. Abkhazia and Adjaria should, as member of parliament, he is in charge of coordination of Mr. Ramatopeli is not present here. Pentru posibilitatea pe care le-ați oferit-o Este un tutor. Original 28th century vault. It was found by on the shore of the Black Sea. Perhaps more than they do now. I would like to thank you very much for this gift. This is a gift as So find a place is this court of the Shatan Stavelis point. într-adevăr splendidă. Georgian Stavelis card for very strong Are o This is an original of our new constitution, and the table here of all minorities, different candidates of
coming from all over Georgia to touch their history. We found it really extremely useful, I should say, because first when we were starting this program, I was very afraid that children would be very cynical about it. I was excited after visiting Pala, commemorate the day of the independence in 1921. And this is a So this constitution never was enacted, but it's extremely important and it's real. And here we have the names of all members of the first Georgian Parliament, which was very much, Mr. Okay, who have we got now? How are you, sir? Nice to see you. Thank you so much. Apologize, we're a little disorganized. Well, here. that's okay. Americans are famous. You for know, that. the president told us to try to do Last time, but we will compensate that. Just a detection. Actually, the establishing of Georgian independence, especially survived during the most dramatic years of our history. I mean, even physically survived, and it's not only assessment of political today, nor how important, critically important was U.S. Aid and U.S. assistance stewardship with the United States, whom we see as our most principal and important, somehow turning now from the stage of being just recipients of humanitarian aid to the stage which we can describe more as
playing in making your brave and deserving country an enduring, independent, democratic, prosperous state at peace and a model for others. Thank you very much. And this dagger, the original, you know, this part of this armor. This is a dagger of peace. Absolutely. The original is as old as 20, my God, 33 centuries indeed. Goodness. This will remind you of peaceful Georgian politics. May it always remain in its case. It was found in the territory of Abkhazia. Okay. All right. Thank you so much. Thank you.